საქართველოს პრემიერი ფონდების ანგარიშების დაყადაღების საკითხსაც გამოეხმაურდა თქვა, რომ ენჯების მსგავსად მათი საქმიანობა გაუმჭირვალე იყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით გამოძიების პრეროგატივაა დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში. მისივე თქმით, პროკურატურას შეუძლია ამოიღოს დეტალური ინფორმაცია და ამის შემდეგ საზოგადოება დაინახავს სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები. მე შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია 5 ფონდის, ნანუგას ფონდის, ნიკა კილაურის, პროსპერიტი ჯორჯიას ფონდის ერთმანეთისთვის სირცხვილიასა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშები. პროკურატურა გადაწყვეტილების მიზეზად იმ გამოძებას ასახელებს, რომელიც საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს. ფიზიკურ ძალადობას ძალადობის მოხარად სამარცხვინოა რაც წერია მან. უბრალოდ ფონდებთან დაკავშირებით სწორედ გამოძიება შეუძლია, ამოიღოს დეტალური ინფორმაცია და ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება იმას თუ სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები. ნახავს მიზნობრიობას და ყველა დაინახავს იქ არის თუ არა დანაშაულის ნიშნები. ხო ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, პროკურატურას შეუძლია დაადგინოს იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში. ამიტომ წინ გაუსწრებენ ნურც ფონდის ასე ვთქვათ მართველები და ნურც სხვები ამ მოვლენებს გამოქვეყდება არასაჯარო იყო ხო როგორც ენჯოების საქმიანობა არის გაუმჭირვალე ასევე ამ ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭირვალე თუ ასეთი ქველმოქმედებით იყვნენ დაგავებული რა თქმა უნდა ყველა მის სირთაც იყვნენ დაგავებული რატომ არ დადეს გამჭირვალედ საკუთარი ხარჯები მაინც აი არ უნდა შემომწირულების გასაჯაროება მაგრამ ხარჯები მაინც გამოიქვეყნებინათ ხო პროკურატურა გააკეთებს იმას რაც მათ ჰქონდათ დასამალი ხო გამჭირვალობაზე ამ შემთხვევაში ისინი ამბობენ რომ პირიქით ყველა თანხა იყო გამჭირვალე და დანიშნულებებშიც მიუთითებდა შეიძლება გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები შეიძლება არა ამას დაადგენს პროკურატურა ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა არ ჩემი არც რომელიმე სხვა მოქალაქის ეს არის პროკურატურის პრეროგატივა და ყველა უნდა დაელოდოს გამოძიებას რაც შეეხება თვითონ მტრულ საქმიანობაში ხარდაჯერას და სხვა ასე ვთქვათ თორსების საბოტაჟის მოხლით არის ასევე საქმე აღსული დაფინანსება და ეს შემდეგ ხო ნუ მე ზოგადად შემიძლია გითხრათ აქაც პოლიტიკური სურათი რა არის ხო მე აქ ვერ შევალ რა თქმა უნდა ვერც აქ ასე ვთქვათ სამართლებრივ მშენებლობაში მაგრამ პოლიტიკური სურათი რა არის ხო დაფინანსება გამოიყოფოდა კონკრეტულ ორგანიზაციებზე რომლებიც შემდეგ აღმოჩნდნენ რომ ჩართული იყვნენ რევოლუციურ ქმედებებში. მაგალითად იგივე გავიხსენოთ 2022 წლის ივნისი. იღებდნენ კონკრეტული ძალები დაფინანსებას, უცხოურ დაფინანსებას. ანგარიშვალდებული იყვნენ შესაბამისად დონორების მიმართ და ეს იყვნენ უცხოელი დონორები და პირდაპირ ავიდნენ ეს კონკრეტული ორგანიზაციები რევოლუციურ სცენაზე. და მოითხოვეს თავრობის გადადგომა, რაც საერთოდ არ არის ენჯოს საქმე, ხო? ანუ პირდაპირ გარედან ფინანსდებოდა საქართველოს რევოლუცია, რაც უკვე კრიმინალია. ნუ ყველაფერი გვერდზე რო გადავდოთ, არ შეიძლება გარედან ვინმე სხვა ქვეყანაში, შენს ქვეყანაში დაგიფინანსოს რევოლუცია. ეს უკვე კრიმინალია. როდესაც შენ სხვა სახელმწიფოს ხელს უწყობ შენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაში, ეს უკვე დანაშაულია პოლიტიკური თვალსაზრისით და რაც შეეხება სამართლებრივ დანაშაულს, ამას დაადგენს ისევ და ისევ პროკურატურა.